უყვარს ხმაური, აგრესია, არის მშვიდობის მოყვარული, თუმცა ჯიუტი. ასე ახასიათებენ ზღვარს ანუ თხას აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით და სჯერათ, რომ მისი ხასიათი მთელ წელზე აისახება. ჩინურად თხის, იაპონურად კი ცხვრის წელიწადი ასტროლოგიაში დიდი სიახლეებისა და რეორგანიზაციის ეტაპად მიიჩნევა. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ 2015 წელს ცხოვრების ტემპი ცხენის წელთან შედარებით შენელდება. წლის დიასახლისი გახდება თხა, იგივე ცხვარი. 2015 წელი გახლავთ თქვი უკვე და გამომეორდებით თხის ანუ ზოგიერთი კალენდრის მიხედვით ცხვრის წელიწადი მისი ფერი გახლავთ ლურჯი მწვანე ანუ ორივე ფერის ნაზავი შეგვიძლია ვიგულისხმოთ სტიქია გახლავთ ხე ზოგადად მინდა ვთქვა რომ გაცილებით უფრო სტაბილური წელიწადი გველოდება ვიდრე იყო 2014 წელი იმიტომ რომ თხა თავისი ბუნებით არ გახლავთ კონფლიქტის მოყვარე არსება შესაბამისად უფრო მეტ სიმშვიდეს მოიტანს მომავალ წელს ის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცვლილებები და ტენდენციები, რომლებიც 2015 წლისათვის იქნება დამახასიათებელი ჩვენს ქვეყანაზეც შესაბამისად დაისახება. ცხენის წლის აქტიურობას შეცვლის თხის წლის მერყეობა და ჭირვეულობა. ასტროლოგები ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებით 2015 წლის პირველ კვარტალში მოუწევს მძიმე შრომა, რათა 2014 წლის ბოლოდან გადმოყოლილი ნეგატიური ტენდენციები დაარეგულიროს და მდგომარეობა სასიკეთოდ შემოატრიალოს. ცვლილებები იურისპრუდენციაში, ცვლილებები განათლების სისტემაში, ცვლილებები სპორტის სფეროში, პოლიტიკაში იქნება უამრავი ცვლილებები მინისტრების, მოადგილეების, დეპარტამენტების ხელმძღვანელების და ასე შემდგომ. ეს იქნება საკმაოდ კინეული, მაგრამ აუცილებელი პროცესი. სახელმწიფო დონეზეც, ძალიან მაღალ დონეზეც იქნება სერიოზული ცვლილებები. თხისა და ცხვრის წლის მოახლოება ახალციხეში უკვე ერთი თვეა იგრძნობა. მაღაზიებსა თუ ქალაქის ქუჩებში 2015 წელთან დაკავშირებული აქსესუარები იყიდება. ასტროლოგების მსგავსად ახალციხელებიც მიიჩნევენ, რომ თხისა და ცხვრის წელი მათივე ხასიათიდან გამომდინარე შედარებით მშვიდი იქნება. თუმცა რას მოუტანს საზოგადოებას ცხოველისათვის დამახასიათებელი სიჯიუტე, ამაზე ვერ საუბრობენ. ისინი იმედოვნებენ, რომ 2015 წელი მშვიდობის მომტანი იქნება. წელი ჩემთვის იყო ძალიან კარგი წელი და ასე მგონია და ვიმედოვნებ რომ თხის წელიც იქნება ასეთი მშვიდი მიზანდასახულობით ვიქნები და ასე მგონია რომ ძალიან კარგი წელი იქნება როგორც თვითონ თხარი ძალიან კარგი ცხოვრება ჩემი აზრით ეს წელი მაინც უფრო პოზიტიური იქნება უფრო კარგი იქნება უფრო სწორად ვისურვებდი რომ კარგი იყოს ყოველ წელს იმედი მაქვს რომ უფრო ბედნიერი წელი იქნება კარგი წელი იქნება უფრო ხალხიც ამოისუნთქებს, ეკონომიურადაც გავძლიერდებით და მომავლის იმედით ცხოვრობთ. ცხვარი და თხა, როგორც ვიცი, არის უფრო ისეთი ცხოველი, სიწყნარე უყვარს, მშვიდობა უყვარს. აქედან გამომდინარე, იქონიებს ზეგავლენას ალბათ. უკეთესობის ვფიქრობ, რომ უკეთესობის. ჩემთვის წავიკითხე ზოდიაქო და უკეთესია და ღმერთმა ყველასთვის უკეთესია თქოს. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ საახალწლო სუფრაზე არ იყოს ცხვრის ხორცი ან სხვა ნაწარმი. ტრადიციულ კერძებთან ერთად აუცილებელია სუფრაზე საპატიო ადგილი მწვანილს, ერთნაჭერ კომბოსტოს, შაქარსა და ტკბილეულს ეკავოს. ხის სტიქის გამო 2015 წელს მწვანე ცხვრის წელს ეძახიან. ამიტომ ასტროლოგები მწვანე ყავისფერი და ყვითელი სამოსის ჩაცმას გვირჩევენ. 2015 წლის წამყვანი ქვები ბრილიანტი, ქარვა და სერდოლიტია. ასტროლოგები გვირჩევენ, რომ თუ ცხვრის წელს დახვეული თმით შევხვდებით, ეს დადებითად იმოქმედებს. არ არის აუცილებელი, ისე ვთქვათ, ტრადიციული ქართული სუფრა, გადატვირთული სუფრა, განსაკუთრებით შემიძლია აღვნიშნო, რომ არ არის სასურველი იყოს ბევრი ხორცის კერძი, ხორციანი კერძი. პირიქით მიზანშეწონილია თუ იქნება, რაც შეიძლება მეტი სალათეული, რაც შეიძლება მეტი მწვანილეული, იმიტომ რაც შეეხება ჩაცმულობას 2015 წლის მოდური ტენდენციები უკვე პრინციპში გამოკვეთილია ძალიან მოდურია ლურჯი და მწვანე ფერის გრადაცია ნებისმიერი ფერი რომელიც აი ამ ორ ფერს ესე ვთქვათ უკავშირდება ან მათი ნაზავი შეგვიძლია გამოვიყენოთ ახალი წლის დადგომასთან ერთად აქტიური ხდება საკითხი იმის შესახებ თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალი წელიწადი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. თუმცა ასტროლოგები ერთხმად თანხმდებიან იმაზე, რომ მიუხედავად პლანეტარული განლაგებისა, ის თუ როგორი წელიწადი გელოდებათ წინ, მეტწილად საკუთარ შემართებაზეა დამოკიდებული. როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, მიმდინარე წელი ყველაზე კარგი შანსით სამ ზოდიაქოს ნიშანს დააჯილდოებს. ესენია ლომი, კურო და თევზი. ასტროლოგების თქმით, ყველაზე ნეგატიური წელი მშვილდოსნებისათვის იქნება.
უცებად უნდა აღვნიშნო ლომის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები, იმიტომ რომ ლომებისთვის დაწყებული გავლილი წლის მარტის თვიდან საკმაოდ პრობლემატური პერიოდი გახდა, ძალიან ბევრი მათგანის ცხოვრებაში განსაკუთრებით იყო წინ წამოწეული პირად ურთიერთობაში გარკვეული კრიზისული პერიოდები. იქიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ ძვირფასი ლომებო, რომ 2015 წელს შედარებით უფრო ვთქვათ, ამოისუნთქებთ, მეტნაკლებად რთული შესაძლებელია იყოს დამდეგი წელიწადი მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისთვის, იმიტომ რომ ერთ-ერთი ვთქვათ, დამსჯელი პლანეტა, კაცრი პლანეტა სატურნი მათ ზოდიაქოს ნიშანში გადაინაცვლებს. პრინციპში უკვე გადაინაცვლა, მინდა გითხრათ. ამიტომ მშვილდოსნებს მოუწევთ საკუთარი, ესე ვთქვათ, მოქმედების არეალის ცოტა შევიწროვება. რაც შეეხება ეკონომიკას, ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ 2015 წლის პირველი ნახევარი საქართველოსათვის ეკონომიკური თვალსაზრისით რთული იქნება. განსაკუთრებით 9 აპრილამდე პერიოდი, სანამდე იუპიტერი უკუმიმართულებით იმოძრავებს, ამიტომ სწორედ ამ პერიოდში განვითარებული მოვლენები და დამდგარი შედეგი იქნება იმის მაჩვენებელი, როგორი წელი იქნება საქართველოსთვის. ხელისუფლებამ უნდა შეძლოს წლის პირველ 3 თვეშივე სრული კონტროლი დაამყაროს ეკონომიკურ პროცესებზე და მინიმუმამდე შეამციროს მოსალოდნელი კრიზისის მიზეზები. წინააღმდეგ შემთხვევაში 2015 წლის მეორე ნახევარში ამას მეტად არასასურველი შედეგები მოჰყვება.